მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს გვაქვს მორიგის ხდომა აუდიტის ჯგუფის, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვიხილავთ ყველა ანგარიშს, რასაც წარმოადგენს აუდიტის სამსახური. დღეს ჩვენი განხილვის საკითხები არის პირველი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 19-22 წლები, გაცემულია 9 რეკომენდაცია. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2023 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტი. პერიოდი მოიცავს 23 წელს, გაიცა 2 რეკომენდაცია. და მესამე, შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 23-24 წლებს. რეკომენდაცია არ გაცემულა, მაგრამ რადგან ანგარიშია წარმოდგენილი, როგორც გითხარით, ჩვენ ყველა ანგარიშს ვიხილავთ და ამიტომ აქაც მოვისმენთ შესაბამისად ანგარიშს. რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, ტრადიციულად მოგახსენებთ ვინესწრებას ხდომას, დეპუტატები, კოლეგები კასაკებია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ბატონი ზაზა შეყილიაძე, გენერალური აუდიტორის მოადგილე. ბატონი გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. თორნიკე შერმადინი, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ალექსანდრე ჩეჩელაშვილი, წამყვანი აუდიტორი. გიორგი ხადიშვილი, უფროსი აუდიტორი. ქალბატონი დიანა გასპარიანცი, აუდიტორი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. ქალბატონი მზია გიორგობიანი, მინისტრის მოადგილე. ბატონი გიორგი წერეთილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან. ბატონი მიხეილ დონტუა, მინისტრის მოადგილე. ბატონი დავით გამყრელიძე, სახაზინო სამსახურის უფროსი და ბატონი ზურაბ თოლორდავა, სახაზინო სამსახურის ანგარიშებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი. დრო რომ არ დავკარგოთ, გადავიდეთ პირდაპირ საკითხის განხილვაზე. ტრადიციულად ჯერ მოусმენთ აუდიტის სამსახურს, შემდეგ სამინისტროებს. თუ შეკითხვები იქნება, როცა თქვენ ჩათვლით საჭიროთ, შეკითხვას დავსვათ. დღეს თავიდანვე ვამბობ, რომ ისეთი რამე განსაკუთრებული რთული აუდიტები არ გვაქვს, მაგრამ რაცა გვაქვს, გავიაროთ ისე, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით. თუ რაიმე წინადადება ან შენიშვნა არ არის, მაშინ აუდიტის სამსახურს თხოვ, რომ ვინ იქნება მოხსენებელი თქვენთან. ბატონო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო. მივესალმები ჩვენს კოლეგებს ფინანსთა სამინისტროდან. მივესალმები ჩემს კოლეგებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, ბატონ მიხეილსა და ქალბატონ მზიას. მივესალმები ყველა მონაწილეს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო აუდიტის ობიექტის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო აუდიტის პროცესში. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროცესი მიმდინარეობდა ძალიან კონსტრუქციული რეჟიმში და თანამშრომლობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და რომელმაც იმოქმედა თვითონ მედიაციის პროცესში, არა მარტო თვითონ აუდიტის პროცესში მხოლოდ, არამედ შემდეგ აუდიტის შედეგების რეალიზაციის პროცესში და ფიქრობ ძალიან საინტერესო შედეგები დასრულდა ეს აუდიტი. რაც შეეხება კონკრეტულ აუდიტისთან დაკავშირებით, მის შედეგებზე და გაცემულ რეკომენდაციებზე პრეზენტაციას გააკეთებს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი კეკელიშვილი. თხოვთ გიორგის. მადლობა. მოგესალმებით. დავიწყებთ მაღალმთიანი დასახლების განვითარების ეფექტიანობის აუდიტით. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. შესწავლის საგანი იყო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით შექმნილი წინაპირობების ეფექტიანობა. გადავიდეთ უშუალოდ მიგნებებზე. პირველი მიგნება ეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავების და სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების შესრულების შეფასების ნაკლოვანებებს.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია შემუშავებულია ცალკეული რეგიონის დასახლებებში არსებული მდგომარეობის და მოსახლეობის საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლის გარეშე. ამასთან დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაძლებელია სრულად ვერ პასუხობდეს მათში არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობის საჭიროებებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არ მომზადებულა შედეგების შეფასების ანგარიში. ამასთან ერთად არ გაანალიზებულა მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებს შორის კავშირი. შემდეგი საკითხი ეხება მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. სამინისტროსთვის სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისთვის, შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს. კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია ეყრდნობა მიწის ფართობის მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიღებულ მონაცემებს. მაღალმთიანი სოფლების ადმინისტრაციული საზღვრები კანონმდებლობით არ არის დამტკიცებული. შესაბამისად, არსებობს დასახლების ჰიფსომეტრიული სიმაღლის არასწორად განსაზღვრის რისკი. დემოგრაფიული კრიტერიუმის განსაზღვრისთვის გამოიყენება მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც ბოლოს 2014 წელს იყო ჩატარებული. მიგრაციის დონის გათვალისწინებით შესაძლოა იგი არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას. ვერ მივიღეთ რწმუნება გარკვეული დასახლებების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ. მესამე საკითხი მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სტატუსის მქონე პირებისთვის დანამატის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, მნიშვნელოვანია, რომ რეესტრში მონაცემები აისახოს დროულად, იყოს ზუსტი და უტყუარი. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, მუნიციპალიტეტების უმეტესი ნაწილის მიერ არ ხორციელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მიწოდება, რაც გამოწვეული იყო მუნიციპალიტეტებში შესაბამისი კონტროლის არარსებობით, ხოლო რიგ შემთხვევებში MMS-ის ტექნიკური გაუმართავობით. შედეგად სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული ინფორმაცია არ არის ზუსტი და არ წარმოადგენს სანდო წყაროს, რაც წარმოშობს რისკებს. აღნიშნულ მიგნებებთან დაკავშირებით გავეცით 3 რეკომენდაცია. პირველი რეკომენდაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაღალმთიანი დასახლების მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების მიზნით შეაფასოს სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ჩატარებული აქტივობებით მიღწეული შედეგები. რეგიონების მაღალმთიან დასახლებებში არსებული სიტუაციის პრობლემების და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით დარგობრივი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით უზრუნველყოს თითოეულ რეგიონის მაღალმთიანი დასახლებების საჭიროებებზე მორგებული განვითარების მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავება. მეორე რეკომენდაცია დასახლებისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაციის მომწოდებელ ორგანიზაციათან კოორდინაციით შეიმუშაოს სათანადო მექანიზმები, რაც შესაძლებელს გახდის შესაბამისი უწყებებიდან სწორი მონაცემების მიღებას კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესაფასებლად. მაღალმთიანი სოფლების ადმინისტრაციული საზღვრების დამტკიცების შემდეგ გადახედოს ცალკეულ მაღალმთიანი დასახლებების ჰიფსომეტრიული სიმაღლის კანონმდებლობით მოთხოვნილ ნორმებთან შესაბამისობის საკითხს. და მესამე რეკომენდაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მონაცემთა ელექტრონული ბაზების სწორად ფორმირების მიზნით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ როგორც სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივი ზედამხედველობის ვალდებულების მქონე უწყება დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების მიერ ბრძანებების სისტემაში დროულად ასახვას და სააგენტოსთვის მიწოდებას, სააგენტოსთვის MMS-ის საშუალებით ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით მუნიციპალიტეტების მიერ სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთვის დროულად მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციებს აუდიტის ობიექტი ეთანხმება. რეკომენდაციის სტატუსებსაც შეეხება მიმდინარე სტატუსია, ერთი რეკომენდაცია 9-დან სრულად შესრულებული, ერთზე წარმოდგენილი აქვს და მიმდინარეობს გადამოწმება
რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. 9-ზე ნუ გადავალთ ჯერ ამ სამ რეკომენდაციაზე არის მიმდინარე. მიმდინარე სტატუსი. კარგი. ჯერ არ დავილოდოთ კი ბატონო, ძალიან. კალოდანოზია, რას გვეთქვით? ბატონო, დიდი მადლობა, მეც მოგესალმებით და მეც ნამდვილად მინდა აღნიშნო, რომ ნამდვილად კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა აღნიშნული პროცესი. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მონაწილეობდა როგორც აუდიტის მხრიდან, როგორც შემოწმების, ასევე უშუალოდ სამინისტროს მხრიდან. ნამდვილად დიდი სამუშაო არის გაწეული, რომელიც ის მიგნებები, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა უშუალოდ აუდიტის სამსახურის მიერ, მათ შორის იდენტიფიცირებული არის უშუალოდ სამინისტროს მხრიდან და გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით უკვე დაწყებული ჰქონდა სამუშაოები. უშუალოდ რაც შეეხება ამ სამ რეკომენდაციას, როგორც უკვე აღინიშნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეალურად ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში შეთანხმებული ვართ უკვე ყველაზე სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში, ერთი უკვე შესრულებული არის, მეორეც შესრულების პროცესია და მესამეც წლის ბოლომდე შესრულდება. ამას მოკლედ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, მე უკვე ალბათ დეტალურად გვექნება შესაძლებლობა თუ დამატებითი კითხვები იქნება ამ საკითხთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ. მადლობა. ბატონო ბეჟანი. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით მოწვეულო სტუმრებო. რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია და მე გასული 4 წლის განმავლობაში ამასთან სერიოზული შეხება მქონდა და სწორი მიგნებაა რა. პირველი საკითხი რაც შეეხება ორ თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველი რაც შეეხება ჩართულობას. მართლაც არ არის ჩართული, მე რამოდენიმეჯერ აქტიურად ვიყავი ჯგუფის წევრიც ვიყავი მთიანი ჯგუფი რომ იყო შექმნილი, მაგრამ ვერ მივახციეთ რომ პრიორიტეტები ამა თუ მთიან ზონაში უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ასევე პარლამენტის მაჟორიტარ და ეხლა დღეს კიდევ დელეგატებთან. მაგალითად ხანში ვერ მოხერხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა და ასევე მუხურა, რომელიც ძალიან მაღალი მთიანია და წელს იცით რა ძალიან ძიმე ზამთარი მქონდა და ფაქტიურად რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოწყვეტილი იყო რაიონს. მეორე თემა, რაც არის რანგირებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეხლა აქ რანგირების კოეფიციენტი არის ასეთი 800-დან 1500-მდე. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და როდესაც მაღალია, რაც მაღალია, იქ ძალიან უფრო მეტი სირთულეები. ამიტომ ხო არ იქნება უპრიანი რომ გავაკეთოთ ასე. რამოდენიმე სტატუსი მივანიჭოთ A ჯგუფის მაღალმთიანი A, B და G. იმის დამიხედვით თუ რამდენად მძიმეა იქ მდგომარეობა და მაღალმთიანია ესა თუ ის სოფელი. ეს უფრო მეც მოგცემს და კოეფიციენტების თანაბარწილად გადავანაწილოთ. შეიძლება 2 ჯგუფად, შეიძლება 3 ჯგუფად. იმიტომ რომ მაგალითად ხანი ძალიან მაღალი მთიანია, სოფელია და იქ რამდენიმე უკვე წელიწადი გადის ჩამოინგრა ისავალი გზა, რომელიც გასაკეთებელია და ხალხი იქ გაუსაძლეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ შემოვლითი გზა არც თუ ისე საიმედოა. ამიტომ ასეთი რაღაცები რო ხდება, აი ამ ჯგუფის კატეგორიაში რომელიც შევა, იმას გაცილებით მეტი თანხები უნდა მივცეთ და ის შეღავათები რაც არის დაწესებული მაღალმთიან სოფლებზე, ასევე უნდა მოხდეს პროპორციულად გადანაწილება. მე მგონი ეს უფრო სამართლიანი იქნება და თუ გაითვალისწინებთ ამ ჩემ შენიშვნას, ნუ შევცვალოთ კანონი, ახლა პარლამენტი აქ ვარ და მთავრობა აქ ვარ. კანონს ჩვენ შევცვლით და განახორციელებს მთავრობას. ამიტომ ძალიან სწორი მიგნებაა ეს ორი თემა, რომელსაც მე მინდა აუცილებლად გავამახვილო ყურადღება და შემდგომში ეს იქნას გათვალისწინებული და შევჯერდეთ იმ წესებზე, რა წესებიცაც უნდა ვიმოქმედოთ მთიან ზონებში. მადლობა. ძალიან მოგესალმებით, მადლობა. მეც ზუსტად დაახლოებით იგივე მიმართულებით მინდა დავაზუსტო. სამეგრელოშიც, მარტვილის რაიონშიც და წყალინჯიხის რაიონშიც არის მაღალმთიანი სოფლები. განსაკუთრებით ამ ზამთარს ახლა ამ დიდოლობის პერიოდში ბევრი რამე დაგვანახა იქ იმ მდგომარეობამ და ვფიქრობ ესეც საყურადღებოა და კარგად გამოსაკვლევია ამ ზონების დახმარების მიმართულებით რა სამუშაოები დავგექმოთ. მარტვილიც მნიშვნელოვანია, მასაც აქვს მაღალმთიან
ზონებში სოფლები, რომლებიც საჭიროებს მეტ ყურადღებას ალბათ მაგათაც. სხვა შეკითხვა ხომ არ არის? გთხოვთ ქალბატონო. დიდი მადლობა. დავიწყებ ჩართულობასთან მიმართებაში. აღნიშნული, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ აუდიტის პერიოდი, ეს გახლავთ 2019-22 წლების პერიოდი, რომელიც შეეხება ამ ჩართულობასთან დაკავშირებით და სტრატეგიასთან მიმართებაში, რომელიც იყო ამ პერიოდისათვის შემუშავებული 2018 წელს. და იმ ჩართულობის ნაწილში, რაზეც აუდიტის მიგნება იყო, რომ მაქსიმალურად მეტი ჩართულობა ყოფილიყო თვითონ სტრატეგიის შემუშავების ნაწილში და ეს მიგნება ეხებოდა სტრატეგიის შემუშავების დროს ჩართულობის ნაწილს, რომელიც თავის დროზე ჩვენ გაკეთებული ჰქონდა ჩართულობის ნაწილში როგორც საჯარო განხილვები, ისევე SWOT ანალიზი იყო გაკეთებული, თუმცა ახალი სტრატეგიის შემუშავების დროს უფრო მაღალი სტანდარტით გვაქვს შემუშავებული სტრატეგია, რომელიც მოიცავდა როგორც საველე ასევე მაგიდის სამუშაოებს, ისევე როგორც ყველა რეგიონში მოხდა აღნიშნული განხილვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ ნაწილში, დაისვა როგორც საბაზისო მაჩვენებლები, ასევე ის ინდიკატორები, თუ რა ინდიკატორების მიღწევა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საბოლოო შედეგზე გავიდეთ. ეს იყო ძირითადი მიგნების ნაწილი და ამ ჩართულობასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვაუმჯობესებთ იმ თვალსაზრისით, რომ ანგარიშგება იქნება მეტად ფართოდ მოცული და ასევე განხილული იქნება ანგარიშგების ნაწილი, რომელიც მათ შორის აუდიტის ანგარიშიც არის ხაზგასმული. რაც შეეხება უშუალოდ სტატუსის მინიჭების საკითხს და ეს გრადაცია, რომელიც იყო ნახსენები. როგორც მოგეხსენებათ, უფრო რომ გავშალო ეს საკითხი. კანონის მიხედვით, რომელიც 2015 წელს არის მიღებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარებასთან მიმართებაში, განსაზღვრული არის, რომ სტატუსი ავტომატურად ენიჭება ყველა დასახლებას, რომელიც მდებარეობს ჰიფსომეტრიულად 1500 მეტრი და ზემოთ. გარდა მაგისა დაწესებული არის 800-დან 1500-მდე გრადაცია, რომელიც თუ დასახლება მდებარეობს 800-დან 1000-მდე და 1000-დან 1500-მდე შუაში არის, ანუ 1000 გვაქვს შუაში, მაშინ ესე იგი კომისიის მიერ დადგენილი 3 კრიტერიუმიდან 800-დან 1000-მდე მდებარე დასახლება უნდა აკმაყოფილებდეს 3-დან 2 მოთხოვნას, ხოლო 1000-დან 1500-მდე 3-დან 1 მოთხოვნას. ეს მოთხოვნები არის როგორც დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე პერიფერიული განფენილობასთან მიმართებაში და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებასთან მიმართებაში. თუ ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ შუაში კიდევ დამატებითი ერთი გრადაცია უნდა იყოს, სიამოვნებით განვიხილავთ ამ საკითხს, რომელზეც შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ, რა შეიძლება რომ იყოს. თუმცაღა აღნიშნული აღებული არის საუკეთესო პრაქტიკიდან, რომელიც ევროპის ქვეყნებში მდებარეობს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უფრო მეტი გვაქვს შემოტანილი, ისევე როგორც სტატუსის მინიჭებასთან მიმართებაში, ასევე ის საგადასახადო თუ სოციალურ შეღავათებთან მიმართებაში, რომელიც იქ მაცხოვრებლებს შეესაბამება. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ და სავარაუდოდ ამაზე არის საუბარი, არსებობს სპეციალური ფონდი, რომელიც მიმართული არის მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურის და მათ შორის იქ მაცხოვრებელი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით და ამ თვალსაზრისითაც ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც მუნიციპალიტეტებს ვაძლევთ და კონკრეტულად რაც არის მითითებული, მათ შორის ხანის გზა და მათ შორის მუხურაში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის დაფინანსებული არის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ამ სპეციალური ფონდისაგან. მუხურაში, ახლა კონკრეტულად ციფრებზე რო არ ვისაუბრო, ერთ-ერთი სოფელი არის, სადაც ყველაზე მეტი ფინანსური რესურსები არის მიმართული მაღალმთიანი დასახლებების სტატუსიდან გამომდინარე და თუ დამატებით ვფიქრობთ, რომ რაიმე უნდა გაკეთდეს, გვესმის, რომ წელს ყველგან დიდი ზამთარი იყო, თუმცა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის, რომ თანაბარზომიერი გადანაწილება იყოს, მათ შორის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ დაფარვის არეალთა მიმართებაში. რაც შეეხება ბატონო ილია თქვენს მიერ დასმულ საკითხებს, სამეგრელოში ზოგადად მუნიციპალიტეტები, ბევრი არ აქვს ესეთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული.
თუმცა რომელ კონკრეტულ დასახლებასთან დაკავშირებით ფიქრობთ, რომ სტატუსი უნდა მიენიჭოს, რომელიც 800-ზე ზემოთ მდებარეობს, ინდივიდუალურად შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხი და ამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ეხლა ზეპირად რომ არ გითხრათ, მაგრამ პირობები არის, რომ 800-დან 1000-მდე, 1000-დან 1500-მდე უნდა მდებარეობდეს და ამ შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს 3-დან 2 კრიტერიუმს. დიდი მადლობა. ძალიან კარგი, ქალბატონო მზია. მე მაინტერესებს ახლა კრიტერიუმი შესაძლებელია, მე ასე ვფიქრობ. მაგალითად, სოფელში ცხოვრობს 3 მოსახლე და არის მაღალმთიანი, ძალიან მაღლა არის 1500 მეტრზე ზღვის დონიდან, ხო? აი ეს გრადაციების მიხედვით, მასზე ყურადღება თუ ეს მოსახლეობის რაოდენობა ამ იღებს მონაწილეობას ამ კოეფიციენტებში თუ როგორ უნდა მივცეთ. მაშინ ამას ყველაზე მაღალი უნდა რომ ჩვენი მიზანი რა არის რომ მაღალმთიან სოფლებში გავზარდოთ მოსახლეობის რაოდენობა რომ იქ ცხოვრობდნენ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა და მიტო ვაძლევთ იმ შეღავათებს რასაც ვაძლევთ. აი ეს როგორ ღებულობს მონაწილეობას თუ რაც მცირეა ნაკლებ თანხებს ვაძლევთ თუ როგორ არის მე ხო, ამიტომ თუ არ გრადაციის მიხედვით, მე რას ვამბობ, გრადაცია კარგია რომ არის, მაგრამ გრადაციის მიხედვით უნდა მოხდეს შეღავათების ზრდა, რაც მაღალია, მაღალი სტატუსი აქვს, მაგალითად, პირველი, უფრო მეტი უნდა მივცეთ, მეორეს უფრო ცოტა ნაკლები და მესამეს კიდევ უფრო ცოტა ნაკლები. ამ გადანაწილებაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ იქ გავზარდოთ, რაც შეიძლება მოსახლეობის რაოდენობა. მე მგონი ეს სწორი იქნება და ასე თუ კანონშია შესაძლებელი რამ, მივიღოთ კანონი თუ არა და შიდა რესურსითაც თუ შეგეძლიათ ამის შეცვლა, ამიტომ თქვენ უნდა შეცვალოთ, რომ ეს მე მგონი უფრო კარგი იქნება. გნებავთ ძალიან. დიდი მადლობა. ზუსტად მაგაზე მქონდა მეც საუბარი და გვიგულისხმე, რომ სტატუსის მინიჭების საკითხი რო გავიაროთ ერთად, მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა. შეიძლება იყოს რომ რამდენიმე დასახლება რომელიც არ შედიოდეს ამ საზომებში 800-დან 1500-მდე და ალბათ ვფიქრობ ესეც შეიძლება იყოს გადასახედი რადგან არის სოფლები რომლებიც დაიცალა იმ სიმაღლეებში ხო ბანონილია უკვე რამდენი ხანია მაჟორიტარი ვარ და 20 მეტრი აკლია ახლა ვეკეთვით დასახელებას იცის ქალბატონზე ხო შეიძლება ნუ რა არის ერთი თუ ჩამოვედით დაბლა მე უკვე ეს დამთავრდა მე ჩვენ უკვე უნდა გავაკეთოთ სტატუსი დაბალ ადგილებიანის და ასაკის კარგი მაშინ გავიაროთ ისე ჯერ და მის მიხედვით მადლობა ისა ბძანეთ რა შეიძლება ბატონო ბეჯან მე კანონს რას გულისხმობთ თუ თქვენ გულისხმობთ რომ ის 20 მილიონიანი რომელიც მაღალმთიანზეა გამოყოფილი მაგას კანონის ცვლილება არ უნდა მაგრამ თქვენ თუ იქ ხელფასებთან დაკავშირებით ის 20%-ია თუ მაგას გულისხმობთ მაგას კანონის ცვლილება უნდა და სერიოზული პირველი კატეგორია ხო უფრო მეტი უნდა ცოტა ესეთი თემა შეიძლება იქ სამი ადამიანი ცხოვრობდეს მაგრამ 100 ადამიანი როა ცხოვრო ვერ შეინახო არ იყოს იქ საშუალება იქ მრავალი კომპონენტია ალბათ გასახილველი თუმცა საინტერესო საკითხია და ალბათ ჯობია რომ გავიაროთ და განვიხილოთ ხო კი ბატონო მეც ჩვენი მიზანი არის ადამიანის მაცხოვრებელი ადამიანის რაოდენობის მიუხედავად გქონდეს საბაზისო ინფრასტრუქტურა. თქვენ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობთ და ამ შემთხვევაში ადამიანების რაოდენობა იმაზე არ არის გათვლილი, იქ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდება თუ არ განხორციელდება. აღნიშნული ეხება ცვლილებას ორ აღწერას შორის, როგორი ცვლილება და როგორი ტენდენცია გვაქვს მიგრაციაში და მიგრაციის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ შენარჩუნებული იყოს ის მაცხოვრებელი, რომელიც იქ ცხოვრობს, ერთი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც აღნიშნე, საბაზისო ინფრასტრუქტურა არსებობდეს და მეორე, რომ იმისათვის, რომ შენარჩუნებული იყოს, მივცეთ ის შესაძლებლობა, რომ ადგილზე დასაქმების ხელშეწყობა მოხდეს, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, მცირე საგრანტო კომპონენტების ან სასესხო კომპონენტების თანადაფინანსებაში შევდივართ მთის განვითარების ფონდიდან, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამ ნაწილში ისევე როგორც თავის დროზე მონაწილეობდით აწარმოე საქართველოს თემაში, ისევე როგორც
მცირე ტექნიკის გაცემაზე, რომელიც განხორციელდა გასულ წელს და მომავალ წლებშიც იქნება აღნიშნული მიმართულებით მხარდაჭერა, რომელიც უშუალოდ ადამიანის ადგილზე ცხოვრებას და მისი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. რაც შეეხება გრადაციას და მიმართებაში, ერთმნიშვნელოვნად არის ნათქვამი, რომ 1500 და ზემოთ მაცხოვრებელი და მდებარე 1500 მეტრზე და მის ზემოთ მდებარე ჰიფსომეტრიულზე მდებარე დასახლებები არიან პირველი კატეგორიის დასახლებები, რომელსაც ავტომატურად ენიჭება სტატუსი. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ საერთაშორისო პრაქტიკა არის 1800-დან ზემოთ და ჩვენ საქართველოს დაწეული აქვს ეს და 1500 აქვს ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მინიჭებული. ხოლო დანარჩენი, რომელიც 800-დან 1500-მდე არის, ეს არის უკვე დამატებითი ნაწილი. თუ თქვენ ფიქრობთ, ჩვენ ამ ნაწილში გრადაცია გვაქვს შემოტანილი, შემოვიტანეთ გრადაცია 2000 და 2000-ზე ზემოთ მაცხოვრებელთა მიმართებაში, რომელთა აუცილებელი ერთ-ერთი პირობა არის, რომ პიროვნება სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის ადგილზე ცხოვრობს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, 9 თვის განმავლობაში. ხოლო ის იმ დასახლების მაცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს 2000 მეტრის ზემოთ, 2000 და 2000 მეტრის ზემოთ, ამ შემთხვევაში 6 თვე არის მისთვის საცხოვრებელი სავალდებულო პერიოდი. ამიტომ ამ ნაწილში ეს გრადაცია შემოვიტანეთ. თუ თქვენ ფიქრობთ და გაქვთ წინადადებები, რომ სხვა ტიპის გრადაციები შეიძლება შემოვიტანოთ, ეს ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ ჯერ, განვიხილოთ და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია რომ დამატებით ვიმსჯელოთ. არის საჭირო შემოტანა, რა სახის შემოტანა არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ დამატებების და დანამატების შესახებ, ბოდიში ბევრი დრო წავიღე ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ეხება ისეთი სახის პროფესიებს, რომელიც არის დეფიციტური, რომელიც არის ექიმი, რომელიც არის მასწავლებელი. ამიტომ ამას განსაკუთრებით მხარი უნდა დაუჭიროთ, რომ მაქსიმალურად მეტი ყავდეს, როდესაც ადგილზე ყავდეს და ადგილზე შევინარჩუნოთ მსგავსი ტიპის პროფესიის მაცხოვრებლები. ასე რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვართ, თუ დამატებითი წინადადებები გვექნება, შეგვიძლია რომ ინდივიდუალურად ჩვენ როგორც სამინისტრო ასევე გახლავართ, როგორც მოგეხსენებათ მდივნები იმ დიდი უწყებათა შორისო კომისიის და სიამოვნებით განვიხილავთ და დავამუშავებთ ამ ნაწილს. დიდი მადლობა. კალოდომზე თუნდაც ორი გრადაცია რო გავაკეთოთ 8-დან 1000-მდე, მე ამ გრადაციაში რას გულისხმობთ? შეღავათები რომ გვაქვს დაწესებული დღეს, მაგალითად ის დავტოვოთ 800-დან 1000-მდე, ხოლო რაც შეეხება 1000-დან ზემოთ 1500-მდე, უფრო მოუმატოთ და მეტი დავუმატოთ, რომ მეტი დავაინტერესოთ. ამ ეს ორი გრადაცია მაინც უნდა მოახდინოთ, იმიტომ რომ იმ ხელასხოვებაა, ხო, მე ვფიქრობ, რომ მე აქ დიდ თანხაზე არ იქნება, თუ თანხები ალბათ საჭირო იქნება გაცილებით მეტი, მაგრამ ძალიან უზარმაზარ თანხებზე არ იქნება საუბარი, მე მგონი და აი ეს განსხვავებები ნამდვილად უნდა იყოს, იმიტომ რომ 800-დან 1500-მდე ცოტა დიდი ის არის და იქაც ის გაცილებით მეტი პრობლემებია. ეხლა მუხურაზე ვთქვი და მუხურაზე რა შეიძლება მაგალითად ერთ დღეში ჩვენ ნახეთ რამხელა რა ზომის თოვლი მოვიდა და რა მოხდა საქართველოში. ამიტომ, როდესაც იწყება და პროგნოზები გვაქვს ასეთი ამიდების რა, იქ წინასწარ უნდა იყოს ტექნიკა აყვანილი, იმიტომ რომ მე ვეღარ ხდება იმის აყვანა. აი ასეთი რაღაცეები უნდა იყოს ჩადებული კანონში, ან რა ვიცი, ან ხარჩაღრიცხვაში, რომ პრევენცია მოახდინოთ სანამ სტიქია მოვიდოდეს. აი ამაზე მაქვს საუბარი და ამას თანხები ჭირდება და ეს თანხები ამ გრადაციის მიხედვით რაღაცნაირად უნდა მოახდინოთ და სადღაც ჩავდვათ, რომ წინასწარ მოახდინოთ და გავაგზავნოთ მუხურაში, ხანში და ასეთ სოფლებში, სადაც არის წინასწარ, რომ საბედნიეროდ გვაქვს ეს პროგნოზები ჩვენ ვიღებთ. მე წინასწარ ვიცოდით რა მოხდებოდა აი ამ სტიქიაზე, გარკვეული პროცენტით მაინც, ამიტომ წინასწარ უნდა მოვემზადოთ. აი ამ მიმართულებით მეტია სამუშაო და კარგი იქნება რომ ეს ორ გრადაცია მაინც მოხდება და თანხები დაემატება იმ მაღალ სტატუსიანს, რომელიც არის საქართველოში სოფლები. კარგი, თუ გაქვთ რამე გასაგებია ველის წინადადებას ამ თვალსაზრისით ღია ვართ რომ განვიხილოთ, რაც შეეხება ზოგადად სოციალური მხარდაჭერით მიმართულ რაზეც ბრძანეთ რომ შეიძლება რომ თანხების ნაწილში უბრალოდ ერთ ციფრს ვიტყვი რომ თუნდაც გასული წლის განმავლობაში სოციალური მხარდაჭერის მხრივ იქ მაცხოვრებელი პიროვნებებისათვის გაცემული იქნა დაახლოებით 129 მილიონი ლარი. მადლობა. კარგი,
საკმაოდ თანხა არის. ესა გეტყვით ბატონო მიზან, ყოველთვის შეიძლება ამ საკითხზე მუშაობა უფრო დაიხოცოს. ერთი მინდა დავაბრალოთ მე თქვა რომ აი ტრაქტორთან დაკავშირებით რო წინასწარ მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს გზის გაწმენდასთან დაკავშირებით და ალბათ იქ უნდა ჩადოს ხელშეკრულება ტენდერის პირობებში რომ იმ სოფლებში იდგეს ყოველთვის გამარჯვებული ვინც იქნება იქ რო ყავდეს ტრაქტორი ეს უფრო არა დღეს ასე კეთდება და მაშინ თლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა რომ სახელმწიფო გადაასუფთავოს ყველგან მაგრამ ეს ჩვენ განხილვის თემა არ არის ეს არ შევდივარ ამ ბოდიში ეს ვიტყვი ამ დეტალებში არ შევალ მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ხო ცენტრალური და ადგილობრივის და ფონდიდან არ ფინანსდება მსგავსი ტიპის გაკეთდეს და თუ თლიანად ვცვლით ეგ ძალკე ძალიან რთული თემა კი ბატონო გიორგი მადლობა შემდეგი საკითხი ეხება სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის საკითხია. სახელმწიფო უწყებების კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად ცხოვრები პირისთვის სტატუსის შეწყვეტის შეჩერების საფუძვლის არსებობის შესახებ. შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ გარკვეულ შემთხვევაში ვერ ხერხდება იმ პირთა გამოვლენა, რომლებმაც დატოვეს მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, იმყოფებიან საზღვარგარეთ ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და არ ხდება მათთვის სტატუსის დროულად შეწყვეტა შეჩერება. შემდეგი საკითხია მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად ცხოვრები პირების სტატუსის მონიტორინგისა და ზედამხედველობა სოციალური დახმარების სახით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია მონიტორინგის ყოველწლიურად ჩატარება, რაც უზრუნველყოფს იმ პირთა გამოვლენას, რომლებმაც დატოვეს მაღალმთიანი დასახლება. 2019-2022 წლებში მონიტორინგი მიმდინარეობდა ხარვეზებით. ამასთანავე მისი შედეგები ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული იყო მონიტორინგის განმახორციელებელთა სუბიექტურ მიდგომებზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობა ატარებს ფორმალურ ხასიათს, რაც არ იძლევა მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად ცხოვრების პირის სტატუსის ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობას. გავეცით შემდეგი რეკომენდაციები, ნომერი 4 რეკომენდაცია. სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით დაინერგოს მონაცემთა გაცვლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებისთვის შესაბამისი უწყებების მიერ სტატუსის შეწყვეტის შეჩერების კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას. ნომერი 5 რეკომენდაცია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტების მიერ სტატუსის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების და მონიტორინგის შედეგად უფლებამოსილი პირების მიერ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციის მიზნით შეიმუშაოს სარეკომენდაციო ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგის ფარგლებში შესამოწმებელ პირთა შერჩევა, მონიტორინგის ჩატარების პერიოდი, პირის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების მიზნით განსახორციელებელი ვიზიტების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მონიტორინგის შედეგებსა და იმ პირების გამოვლენაზე, რომლებსაც უნდა შეუწყდეთ ან შეუჩერდეთ სტატუსი. ნომერი 6 რეკომენდაცია. მონიტორინგის დაგეგმვის ეტაპზე შესამოწმებელ პირთა სიების სწორად ფორმირების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან განიხილოს MMS ფუნქციონალისში დამატების საკითხი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე პირთა ერთიანი სიის გენერირება. სტატუსი სტატუსის სამივე რეკომენდაციაზე გვაქვს მიმდინარე. კარგით, მადლობთ. შეკითხოთ ორეს ქალბატონო ზიარას ბრძანებთ. ეს კი ერთ კომენტარს ვიტყვი, რომ რეალურად შეთანხმებული ვართ იმ სამოქმედო გეგმაზე, აქაც რა ღონისძიებებიც უნდა განახორციელოთ, დაწყებული გვაქვს და წლის ბოლომდე შევასრულებთ ამ ღონისძიებებს. და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალი ელექტრონული სისტემა გვაქვს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი არის უკვე ელექტრონულად სისტემის გაცვლა სხვა ჩართულ უწყებებთან მიმართებაში, მათ შორის
განვიხილავთ მემორანდუმების გაფორმება სხვადასხვა უწყებებთან ამ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას ამემართებაში, ასევე სამუშაო შეხვედრები გაიმართება ჩართულ უწყებებთან მიმართებაში, იმისათვის რომ მყისიერად მოხდეს ამ ინფორმაციის გაცვლა, რომ ხელი არ შეეშალოთ როგორც უწყებებს, ასევე უშუალოდ ზედამხედველ ორგანოს ამ ინფორმაციის გამოვლენასთან დაკავშირებით. ისევე როგორც დღეს რაც ხორციელდებოდა ის ქმედებები უკვე გაწერილი იყოს პროცედურის სახით და პროცედურული სახით სახელმძღვანელოსავით მიეწოდოს მუნიციპალიტეტებს მათ შორის მონიტორინგის განხორციელების ნაწილში. მადლობა. შეკითხვები ხომ არ არის ამ ნაწილში? ანუ ჩვენთვის რაც თავარია ამ 6-ვე რეკომენდაციაზე, ჯერაც განვიხილეთ, ყველაფერს ეთანხმებით ქალბატონოზია და მიმდინარეობს შესრულების პროცესი, ხო? გადავიდეთ ბოლოს ამ რეკომენდაციაზე. მადლობა. შემდეგი საკითხია გაცემული სოციალური დახმარება. სტატუსის ადმინისტრირების მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან ზედამხედველობის პროცესში არსებული ნაკლოვანებების და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლოვანების გამო გარკვეულ შემთხვევებში მყისიერად არ ხდება სტატუსის მქონე იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც არ ცხოვრობენ მაღალმთიან დასახლებაში. მათთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სტატუსის შეწყვეტა შეჩერება და სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის რეესტრში დროულად ასახვა. მაღალმთიანი საწარმო სტატუსის მქონე საწარმოების მონიტორინგი შემოსავლების სამსახურში არ არის დანერგილი მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მონიტორინგის სისტემა. სტატუსის მქონე პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენა ხდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგად, რაც წარმოშობს იმის რისკს, რომ დროულად ვერ მოხდეს იმ მეწარმე სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა მიმართ არსებობს სტატუსის შეწყვეტა შეჩერების საფუძველი. მესამე საკითხი საგადასახადო შეღავათების გავლენა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობაზე. მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მქონე მეწარმეთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების დაწესებიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამეწარმეო საქმიანობის ხარდაჭერის ამოცანით მიღწეული შედეგების ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის დამუშავება არ წარმოებდა. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური არ ფლობს ინფორმაციას სტატუსის მქონე საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის და ბრუნვების შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს საგადასახადო შეღავათების გავლენა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე. გარდა ამისა, სტრატეგიით გათვალისწინებული ინდიკატორები, კერძოდ მაღალმთიანი დასახლებების საწარმო სტატუსის მქონეთა რაოდენობა, დაქირავებით და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ბრუნვის გამოშვებული პროდუქციის გაზრდილი მაჩვენებლები ზოგადი ხასიათისაა, არ არის გაწერილი საბაზისო და მისაღწევი შედეგები, რაც არ იძლევა შედეგების გაზომვის შესაძლებლობას. აღნიშნულ მიგნებებთან დაკავშირებით გავეცით 3 რეკომენდაცია. ნომერი მე-7 რეკომენდაცია. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სოციალური დახმარების სახით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციის მიზნით საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ როგორც მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების ფაქტების, აგრეთვე სტატუსის ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების დროულად გამოვლენას და აღმოფხვრას. ნომერი მე-8 რეკომენდაცია. მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მქონე მეწარმეების კონტროლის გაუმჯობესების მიზნით შემოსავლების სამსახურმა შეიმუშაოს და დანერგოს სტატუსის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლს და სტატუსის შეჩერების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის გამოვლენას. ნომერი მე-9 რეკომენდაცია. კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე გავლენის შეფასების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ჩართულობით უზუსტად განსაზღვროს სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის ამოცანის საბაზისო და მიზნობრივი მაჩვენებლები, რათა შესრულების ინდიკატორები გახდეს მაქსიმალურად რეალური გაზომვადი და ზუსტი. აღსანიშნავია, რომ ამ 3 რეკომენდაციას აქვს მიმდინარე სტატუსი, ნომერ მე-9 რეკომენდაციაზე გამოგზავნილი აქვს, ატვირთული აქვს სისტემაში აუდიტის ობიექტს შესრულების მტკიცებულებები და მიმდინარეობს განხილვა მტკიცებულებების და შესაბამისად მიენიჭება სტატუსი თუ დააკმაყოფილებს ყველაფერს. გასაგებია. მადლობთ.
აქ ორივე სამინისტრო არის და კალბატონო ძია მაშინ თქვენ ძანეთ და შემდეგ ფინანსის სამინისტროზე. კი ბატონო. ჩვენი ორი რეკომენდაცია იყო, როგორც უკვე აღინიშნა, ერთთან დაკავშირებით საბოლოო დადასტურების ეტაპზე ვართ და მეორეზე შესრულდება მომავალი წლის განმავლობაში 26-ში. ერთადერთი რეკომენდაცია გვჩება, რასაც მომავალ წელს შევასრულებთ ამ ყველა ჩამოთვლილ რეკომენდაციებიდან. მადლობა. მადლობთ. ბატონო მიხეილ, თქვენთან მოდესტურებ ჩვენ მუშაობთ საკითხთან დაკავშირებით და მალე ახორციელდება. ხომარა შეიძლება დავაზუსტო. ეს სამი სამ რეკომენდაციას ეხება მომავალი წლის ბოლომდე და დამთავრება, ხო? მხოლოდ იმ სამიდან მხოლოდ ერთი არის მეშვიდე. ერთ გავმიჯნოთ მაშინ აქ ორივეს ეხება თქვენ ნახეთ ალბათ ფინანსის სამინისტროსაც და ინფრასტრუქტურასაც. თქვენ რაზე გულისხმობთ რომ გასაგებია? მეშვიდე რეკომენდაცია არის რომ რომელი ნაწილს? მეშვიდე მარტო რომელიც სამინისტროს ეხება, მეშვიდე რეკომენდაცია არის, რომელიც მომავალ წელს შესრულდება და მეცხრე რეკომენდაცია არის, რომელიც უკვე გაგზავნილი გვაქვს და რომ შესრულებად დაგვიფიქსირდეთ. დაახლოებით თუ გქონდათ გავლილი რა ვადები ჭირდება დაახლოებით. კი, ალბათ ბოლო ეტაპზე ვართ დადასტურების მეცხრესთან მიმართებაში და მეშვიდეს მუშაობთ და მომავალ წელს იქნება შესრულებული. მოდი კონკრეტულად რაზეა საუბარი რომ გასაგები იყოს. და მერვეზეც თუ გქონდათ რაღაც. რაც გაქვთ შეკითხვები დასვით ვის ეხება მერვე ორივეს ეხება ეს მერვეც. ორივეს ეხება, ხო, რომელი გაინტერესებთ რა საკითხი კონკრეტულად. არა, ორ სამინისტროს ეხება. ერთად უნდა არის სხვადასხვა საკითხებია, ხო? კარგი, მაშინ კი ბატონო ერთ წუთით. ესე იგი, მეშვიდე რეკომენდაცია, რომელიც ეხება ზედამხედველობის ნაწილზე სათანადო კონტროლის მექანიზმისზე, ეს უკვე გაკეთებული გვაქვს და რეალურად წლის განმავლობაში იქნება შესრულებული დამატებითი შემოწმების მექანიზმის შემოგვაქვს, ისევე როგორც დადასტურების ნაწილში. უბრალოდ მაგითო დრო დამაინტერესა, როდის გავუშვებთ ამას. ამას წლის ბოლომდე რაღაცები ჩართული გვაქვს სატესტო რეჟიმში მუშაობს და წლის ბოლომდე შესრულებული იქნება. ეს არის ბაზასთან მიმართებაში. რაც შეეხება ზოგადად საგადასახადო შემდგომი რეკომენდაცია იყო უშუალოდ რომელიც ჩვენზე არის მიმართული მეწარმეთა გავლენის შეფასებასთან მიმართებაში. ეს რეკომენდაცია რეალურად უკვე როდესაც სტრატეგიის მიმდინარე სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვიყავით, რომელიც მოიცავს 2024-30 წლებს, იქ უკვე ჩავდეთ საწარმოებთან მიმართებაში, როგორც საბაზისო ინდიკატორები, გავსაზღვრეთ საბაზისო მონაცემები, ასევე ინდიკატორები, რომელიც რეალურად შესრულებული გვაქვს და ამაზე იყო საუბარი, რომ წარდგენილი გვაქვს დადასტურებასთან მიმართებაში, რომ შევხედოთ რა გავლენის ინდიკატორები გვაქვს დასმული, იმისათვის რომ რეალურად ვნახოთ რა გავლენა მოიტანა იმ საწარმოების შექმნამ, რომელიც მხარდაჭერილი იქნა სახელმწიფო პროგრამებიდან იმ მაღალმთიან დასახლებებში. ასე რომ ესეც შესრულებული გვაქვს და ამის დადასტურებას ველოდებით სახელმწიფო აუდიტის მხრიდან რომ გვაქვს შესრულებული. თქვენ რო აღნიშნეთ ის არისო დაზუსტებულია მუშაობა, ხო, ეს იგულისხმეთ. მადლობა, კარგი. ფინანსის სამინისტროდანაც გაინტერესებთ იქ საკითხი. კარგი. ფინანსის სამინისტროსთან დაკავშირებით რაც იყო შემოსავლებზე რეკომენდაცია გაცემული ეს იყო ერთიანი ბაზის სისტემაში რომ იქაც ნახონ დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით და შემოსავლების სამსახურიც მუშაობს ამ საკითხთან მიმართებაში. უშუალოდ არა არის პრობლემა, უბრალოდ ეთანხმებიან და არის შესრულების რეჟიმში. მე მაინტერესებდა ვადა უბრალოდ როდის ფიქრობთ რომ დავამთავრებთ. ზანიტო ჟანდარმერია. კალბატონზე მონიტორინგს თქვენი სამსახურია წარმოებს, ხო? როგორ ეს კრიტერიუმია შემუშავებული როგორ თუ მუდმივი წარმომადგენელი არ გეყოლებათ ახლა იქ. მონიტორინგი ხორციელდება მიმოწერის საფუძველზე. კანონით განსაზღვრული არის, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი იქ მაცხოვრებელი რაოდენობის 25%-თან მიმართებაში. წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს იმ პირობის გადამოწმება, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული. სამინისტროს მხრიდან იგზავნება წერილი მუნიციპალიტეტში, რომ წარმოდგენილი იქნეს დადასტურება იმასთან მიმართებაში, რომ გაკეთდა მონიტორინგი. და მონიტორინგი ხდება რეალურად მიმოწერით და არა ადგილზე ჩასვლით. საველე მონიტორინგი არ ხორციელებს. მუნიციპალიტეტი ახორციელებს უშუალოდ მონიტორინგს, ეს არის დელეგირებული უფლებამოსილება, რომელიც გადაცემული არის მუნიციპალიტეტისათვის.
კარგი, მადლობთ. დავაზუსტებ კიდევ ერთ რამის ბატონო ილია, რომ ჩვენ როდესაც მორჩება აუდიტის ჯგუფი, პირველ რიგში კომიტეტზე იქნება ეს დამტკიცებული და ჩვენ გავუგზავნით წერილებს, აი რაც აქ ისაუბრეს, რომ მოგვაწოდონ კონკრეტულად რა პერიოდში, რასაც თქვენ ბრძანეთ და როგორ იქნება შესრულებული. და როგორც წესი ეს მოგვდის ხოლმე ჩვეულებრივად და თუ შეგიძლიათ კრაიცს. მადლობა ბატონო. კარგი, შემდეგ მადლობთ ბატონო გიორგი. ბატონო ზაზა, მეორე საკითხი ვის გამოხს? საკითხიც ბატონ გიორგის ბატონ გიორგის საკითხი ხო? კარგი, გისმენთ. მადლობა. მეორე საკითხი შეეხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2023 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტს. ზოგადი ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. საგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების მთავარი წყაროა 2023 წლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლებამ მთლიანი შემოსავლის 91% შეადგინა და თანხობრივად იყო 19,7 მილიარდი ლარი. გავეცით უპირობო დასკვნა, ანუ მნიშვნელოვანი არსებითი უზუსტობა ფინანსურ აუდიტში არ გამოვლენილა. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს საქვეო უწყებო დაწესებულება სახაზინო სამსახური და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საგადასახადო შემოსავლების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვაზე გადასვლის გეგმის და საღრიცხვო პოლიტიკის ნაკლოვანება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში მითითებულია, რომ საგადასახადო შემოსავლები აღირიცხება საკასო მეთოდით. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს დამტკიცებული გეგმა, როდის უნდა აღირიცხოს საგადასახადო შემოსავლები დარიცხვის მეთოდით და აღნიშნულის შესახებ არც შესაბამისი ინფორმაცია მოცემული განმარტებით შენიშვნებში. საგადასახადო შემოსავლების დარიცხვის მეთოდზე გადასვლის შემდგომ აღრიცხვის ინსტრუქციასთან შესაბამისობისა და ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენისათვის აუცილებელი იქნება საგადასახადო შემოსავლებთან და მასთან დაკავშირებულ მუხლებთან სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, რაც არ არის ამ დრომდე განხორციელებული. გავეცით ერთი რეკომენდაცია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მისამართით ფინანსური ანგარიშგების აღქმადობის გასაუმჯობესებლად და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით მიზანშეწონილია ფინანსთა სამინისტრომ ჩამოაყალიბოს საგადასახადო შემოსავლების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვაზე გადასვლის გეგმა, სადაც გაწერილი იქნება დეტალური ღონისძიებები, რაც მათ შორის საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სააღრიცხვო პოლიტიკის მათ შორის აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავების საკითხები. მადლობთ. ბატონო ბეჟან, სხვათა შორის გახსოვთ წინა მოწვევაზე ჩვენ მქონდა ხოლმე როგორ სრულდება და აი აქ მინდა გითხრათ, რომ წინა რო შეამოწმეს 9 რეკომენდაცია იყო. ახლა იგივე საკითხი შეამოწმეს და არის 2, ანუ 7 შეუსრულებელი და ამ 2-დან რო გაიცა რეკომენდაცია 1 შეასრულეს და დარჩა ეს 1 რეკომენდაცია. ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს საკითხი დიდი ხანია მოდის და ბატონო მიხეილ რას ვზანებთ და გითხრათ. დიდი მადლობა. დარიცხვით უნდა იყოს თუ საკასოთი? აი რა თქმა უნდა, ჩვენ დარიცხვის მეთოდზე თან ავხსნათ რომ გასაგები იყოს რას გულისხმობთ. ჩვენ რა თქმა უნდა 2 რეკომენდაცია მივიღეთ, ერთი შესრულებულია, რომელიც შეეხება პროცედურების გაწერას. ბატონო მიხეილ. მაშინ კითხვაც დასვას და ერთად გაეცით პასუხი რომ შემდეგ მოგეთ. ბატონო გიორგი და მე აუდიტის სამსახურს მინდა, იმიტომ რომ ისინი მოითხოვენ ჩაუწერელ კიდევაც რომ დარიცხვის მეთოდი. ამაზე მსჯელობა და კამათია რამოდენიმე წელია და საერთოდ საკამათო თემაა. ეხლა დარიცხვის მეთოდი ეს ნიშნავს რომ ჯერ შეიძლება თანხა არ იყოს და ის გადასახადი უნდა გადაიხადოს. ეს არის დარიცხვის მეთოდი. საკასო რაც შემოდის იმის მიხედვით იხდი. და ამიტომ რომ ვითხოვთ საკასო დარიცხვის მეთოდით გადასახადების მობილიზებას, ხო, ეს კარგია, იმიტომ რომ დაარიცხე რაღაც, უნდა გადაიხადოს და წინასწარ გადაიხადოს. მაგრამ ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვევა მეწარმეებს და საერთოდ ორგანიზაციებს და ამიტომ თუ გადასახადებზეა საუბარი, თუ ახლა საბიუჯეტოზე, მე არ ვიცი საბიუჯეტოზე როგორ ხდება ესეთი რაღაც. ამიტომ ამაზედაც მინდა გაამახვილოთ ყურადღება, რამდენად სამართლიანი იქნება დარიცხვის მეთოდის გამოყენება და მისი გავრცელება მთლიანად ყველა ორგანიზაციას. უკაცრავად ეს საკითხი არ ეხება საგადასახადო მობილიზაციის საკითხს.
გადასახადების მობილიზება ეს ეხება აღრიცხვის საკითხს დარიცხვის მეთოდით, ასე რომ ამ შემთხვევაში მეწარმეებისათვის არაფერი არ იცვლება, უბრალოდ ჩვენ აღვრიცხავთ სისტემატიზირებულად ისე, როგორც უნდა აღვრიცხავთ, რომ კარგად დავგეგმოთ, ჩემი გულით თქვენს და ყველას გქონდეს საშუალება, გამართული საშუალება ვაკვირდებოდეთ საბიუჯეტო პროცესს სწორად იმ მეთოდით, იმ საერთაშორისო მეთოდით, რაც პრაქტიკაში არის. ჩვენ გადავდივართ საუბარია აღრიცხვის მეთოდზე და არა გადასახადების მობილიზების საკითხზე. მაინც იქ გადასახადებზე გადავა მაინც გინდა. მაგრამ აი ეს არ ეხება, არ იცვლება მეწარმეებისათვის არაფერი იცვლება, უბრალოდ ჩვენ დაკვირვების და აღრიცხვის პროცესში უფრო სწორ და ოპერატიულ და კარგ ინფორმაციას მოიპოვებთ და დავიწყოთ მის გაანალიზებას შემდგომი საბიუჯეტო მიზნებისათვის. რაც შეეხება იმ ორ რეკომენდაციას, ორი რეკომენდაციიდან ერთი არის შესრულებული, ესა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე სახსრების მიმართვის პროცესის სისტემატიზაციასთან დაკავშირებით, პროცესის გაწერა იყო რეკომენდაცია სახით მიღებული და რაც შესრულებულია, უკვე რაც შეეხება ფინანსური ანგარიშების აღქმადობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო საბუღალტერო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით ფინანსთა სამინისტროს მიერ საგასახადო შემოსავლების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვაზე გადასვლის გეგმას, რაზეც უნდა საუბარი. აქ გეგმა მუშავდება, წელს შემუშავებული იქნება, ტექნიკური დავალება უკვე მიცემულია შემოსავლების სამსახურისათვის და პროცესი დასრულდება მომავალი წლის ბოლოსათვის და გადავალთ, ასე ვთქვათ, მეთოდზე. უფრო დეტალურად ბატონი დავით გამყრელიძე ისაუბრებს ხაზინის ხელმძღვანელი თუ რა როგორ მიდის პროცესი და რა საკითხებთან გვაქვს. სიამოვნებით. ჩვენ მე მგონი ცოტა გავასწარით ახლა მოვლენებს მეორე რეკომენდაციაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ ბარემ რადგან ვახსენეთ, თქვათ, რომ როგორც ბატონმა მიშემ აღნიშნა, ორი რეკომენდაცია იყო ჩვენთან დარჩენილი და მეორე, რომელიც ეხება ქვეანგარიშზე, დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების მიმართვას, ეს უკვე შესრულებულია წინა წლის ბოლოს მდგომარეობით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დარეგულირდა აი ეს პროცესები, რაც ეხება თვითონ პროცედურას, რა პროცედურით, რომელი სუბიექტების მონაწილეობით უნდა მოხდეს აი ამ თანხების მიმართვა დაბრუნების ქვეანგარიშზე, იმისთვის, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იქნას ზედმეტად შეცდომით გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების უწყვეტობა და ასევე საფრთხე არ შეექმნას საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლებს. ეს ნაწილი შესრულებულია, რაც შეეხება პირველს, ასევე დავისესხები ბატონ მიშას და ვიტყვი, რომ გეგმის ნაწილში ჩვენ 2025 წელს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გეგმაზე მუშაობა დავასრულოთ, თუმცა აქაც შედარებით უფრო წინ ვართ წასული, ვიდრე უბრალოდ გეგმა, ეხლა უშუალოდ რეკომენდაციაში გეგმაზე აქცენტი, მაგრამ ჩვენ რეალურად დავიწყეთ მოქმედება თვითონ გადასვლასთან დაკავშირებითაც, ანუ დარიცხვის მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებითაც, ანუ ეს არ ეხება მობილიზების კუთხით არაფერი შეიცვლება, ეხება უბრალოდ ბუღალტრულ აღრიცხვას, რომელიც ჩვენი შიდა თემაა, ასე ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროს და აღრიცხვის მიზნებისთვის დაინტერესებული მხარეებისთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება, მაგრამ არა მობილიზების თვალსაზრისით, მობილიზება რჩება ისე, როგორც ეს იყო საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ტექნიკური დავალება ფაქტიურად უკვე დასრულებულია, ასევე მიმდინარეობს ამ ტექნიკური დავალების შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სისტემაში გარკვეული კომპონენტების დახვეწა, მოდიფიცირება და სხვა შორის მადლობა აუდიტის სამსახურის, იმიტომ რომ ეს რეკომენდაცია დროული და თანმიმდევრული იყო, რამე თუ კარგად ჩაჯდა ასევე კონტექსტში გულისხმობ შემოსავლების სამსახურის სისტემის დახვეწის კონტექსტს და ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ გავითვალისწინოთ აი ამ პროცესში საგადასახადო შემოსავლების დარიცხვით აღრიცხვის მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებული ნიუანსები შესაბამისი სისტემური ცვლილებების დროს. შესაბამისად, გვინდა რომ დასახული გვაქვს მიზნად, რომ 2027 წელს უკვე ჩვენ ეს ძირითადი ინფორმაცია, ძირითადი გადასახადების სახეების მიხედვით გქონდეს დარიცხვის მეთოდითაც. შესაბამისად, ამისთვის საჭირო იქნება, რომ 2026 წელს, როგორც ბატონმა მიშემ აღნიშნა, ეს პროცესი სრულად დავასრულოთ. მარტივად რომ შევაჯამოთ 2025 წელს, ანუ წელს შემუშავდება გეგმა, ის რაზეც აქცენტი ამ რეკომენდაციაში და 2026 წლის ბოლომდე, ისე რომ 2027-ში უკვე გქონდეს წარმოსადგენი ინფორმაცია დარიცხვის მეთოდის მიხედვით გადასახადების, ეს პროცესი დასრულდება. კი ბატონო. შეკითხვა? მაინც ეს არ ეხება რეკომენდაციას, უბრალოდ მაინტერესებს კონკრეტულად რომ მობილიზებას არ შეეხება, აი DGG-ზე ბრძანეთ.
აი რა შეიძლება DGS-თან დაკავშირებით თქვა, აი ბუღალტერიაში რა შეიძლება. იყო მთლიანად თქვა რაღაცის აშენებაზე, შემდეგ გაახდება ჩათვლები იმ DGS-ების, რომელიც არის და რაღაც რჩება გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს. აი ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში აი რა ცვლილება მოხდება. კი ბატონო, კარგი კითხვა. ანუ როგორც მობილიზების, ასევე თქვა ნარჩენის ზედმეტობის უკან დაბრუნების თვალსაზრისით პროცედურულად არაფერი არ შეიძლება შედეგობრივად იმას რომ თუ დარიცხვაზე ზედმეტი გამოვიდა რაღაცა, შემდეგ გასწორდება რაც რეალური იქნება. როგორც ახლა უბრუნდებათ ფაქტიურად ავტომატურ რეჟიმში ბიზნესებს, ინდივიდუალებს, განსაკუთრებით DGS-ზე საუბარი, ანალოგიურად დაბრუნდება. ერთადერთი რაც შეიძლება არის ეს დამატებითი ინფორმაცია დეკლარაციების მიხედვით, რამდენი იქნება გადასახდელი. ანუ ეს არის დარიცხვა, როგორც ბატონო ბეჟანო ბზანა. იცოდეთ ინფორმაცია რა გადასახდებს ველოდო. კი ბატონო. ანუ არა მხოლოდ საკასოთი. არა მხოლოდ საკასოთი, როგორც ეხა გვაქვს, როდესაც გადაიხადა ბიზნესმა, მაშინ გვაქვს ანუ გადაახტევიებთ პრაქტიკულად რაც გამოვა საკასოთი, მაინც ისე ხო? ისევ გზადდება. ბეჟან ხომ არა გაქვთ, ბატონო ბეჟან. კარგი, ეს სხვა თემა არის, ახლა სხვაგან წავით მაგზანეთ. მე გითხავთ, უცებ ძალიან კარგია და მივესალმები, ეს ალბათ კიდევ უფრო გაიოლებს იმ შეცდომების დაშვებას, რაც ეხება მერე-ფულის დაბრუნებას ან აღრიცხვას და ეს აღრიცხვის მეთოდოლოგია იქნება პროგრამული და ხელმისაწვდომი იქნება ეს მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომ წინასწარ გათვალონ თავიანთი რაღაც საგადასახადო გეგმა. და თუ შეუწყობს ეს ხელს მათ უფრო ნაკლები შეცდომები დაუშვან. ეს კიდევ ერთხელ ეს არის მხოლოდ სამინისტროს მიზნებისათვის, ჩვენი დაგეგმვის მიზნებისათვის. მეწარმისათვის არაფერი იცვლება, ჩვეულებრივად და უბრალოდ ჩვენ ვაღვიცხოთ არა მარტო საკასო მეთოდად ფაქტიური შესრულებით, არამედ სამომავლო თუ რა გადასახადებს შეიძლება ველოდოთ უფრო ზუსტად და დახვეწილად, როდესაც გადასახადის გადახდის შამი დადგება, წინასწარ რომ გქონდეს კარგი სწორი ინფორმაცია, ასეთი მიზნებისათვის და სამომავლო დაგეგმვისათვის არის ეს განსაზღვრული. მხოლოდ სამინისტროს მიზნებისათვის. გასაგებია, თუმცა ალბათ მეწარმეებსაც შეიძლება გამოადგეთ მსგავსი სერვისი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მეწარმეებს თქო. შეიძლება ეს უბრალოდ კომერციულადაც საინტერესო იყოს მათთვის, რაღაცა თავიანთი საგადასახადო სისტემის უფრო სწორად და გამართულად მუშაობისთვის რა. მაკრო დონეზე გვექნება ორი ინფორმაცია, როგორც საკასო, ისე აღრიცხვის მეთოდის მიხედვით და შესაბამისად, ვისაც ეს დაინტერესებს და გამოადგება ბიზნესის დაგეგმვისათვის ან შეიძლება დეპუტაციას გამოადგეს განსაზღვროს თავისი თქვა საკანონმდებლო. შეიძლება ეს სერვისათაც იქნეს ხელმისაწვდომი თქო რა სხვა დაინტერესებულ კომპანიებისთვის. აი ეს ვიგულისხმე. მადლობა. მადლობთ. საკითხი ამოწურულია. გასაგებია მიმდინარე პროცესი არის. გადავდივართ ბოლო საკითხზე. შედარებით კარგი და მარტივი საკითხია. შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი. მარტივი არ არის, რთულია, მაგრამ კარგი სიტუაცია არის, მინდა დავეთქვა. 23 წლის 1 ივნიდან 24 წლის 30 ივნისის ჩათვლით ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 23-24 წლებს, რეკომენდაცია არ არის გაცემული, იმიტომ რომ შენიშვნა არ აქვს. ბატონო ზაზა, ვინ იქნება? გაცემულ აუდიტთან დაკავშირებით შედეგებზე რეკომენდაცია არ აქვს გაცემული. პრეზენტაციას გააკეთებს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის ხელმძღვანელი ბატონი თორნიკე შერმადინი. ვერ გავიგონეთ. თორნიკე შერმადინი. თორნიკე, კი ბატონო. აქვე მინდა აღვნიშნო სანამ ბატონი თორნიკე იტყვის, რომ აუდიტის სამსახურის მიმართ ეს ბევრჯერ აგვიანიშნია სოფლიო ბანკმა 18 წლიდან ანდო ასე ვთქვათ აუდიტის სამსახურს აუდიტი იმ საქმიანობის, რასაც თვითონ ეწევა კონკრეტულად შიდა სახელმწიფო გზების აქტივების მართვის ამაზე თანხებს რო გამოყობს საქართველოს აუდიტის სამსახური აკონტროლებს ამას და აუდიტს აკეთებს, რაც მისი დოვის საკითხია და მაღალი სტანდარტი არის. ეხლა გთხოვთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სრამპის აუდიტის ბოლო წლის შედეგებს, როგორც მოგეხსენებათ, ანუ ეს იყო ბოლო წელი, ამ წლით დასრულდა ეს პროექტი. აუდიტმა მოიცვა 2023 და 2023 წელი სრულად და 2024 წლის ნახევარი, 30 ივნისამდე პერიოდი
და ძირითადი მიმართულებები იყო პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დადასტურება, პროექტით განსაზღვრული აქტივობების მიმდინარეობის შემოწმება და სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორების მიმდინარეობის და შესრულების შემოწმება. ანგარიში დამტკიცდა 2024 წლის 11 სექტემბერს. რეკომენდაცია ამ წელს გაცემული არ ყოფილა, თუმცა ჩვენ წინა წლებში რეკომენდაციას გავცემდით შესაბამის წელთან მიმართებით და ამ დროისთვის ყველა გაცემული რეკომენდაცია არის შესრულებული. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი $, იყო, საიდანაც სოფლიო ბანკმა 40 მილიონი $, დააფინანსა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა 8 მილიონი $-ის დაფინანსება. პროექტის შინაარსი უკვე ბრძანა ბატონმა პაატამ, მაგრამ მოკლედ ისე ვიტყვი, იყო 2016 წელს დაიწყო ეს ეგრეთ წოდებული შედეგზე დაფუძნებული შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი, რომელიც გასულ წელს დასრულდა. პროექტის მიზნები, ძირითადი მიზნები იყო გზით მოსარგებლეებისთვის სოციალური სერვისების და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების რეაბილიტაციის მეშვეობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივობის მართვის გაუმჯობესება. როგორც მოგეხსენებათ, ყოველ წელს განსაზღვრული იყო ხოლმე ინდიკატორები, რაც უნდა ყოფილიყო მიღწეული საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შესრულებული და ამ შესრულებების საფუძველზე ხდებოდა გამოყოფილი თანხის სესხად აღიარება. ბოლო წელს ეს ეხებოდა გურიის რეგიონში საპროექტო გზების რეაბილიტაციას, პროექტირება მშენებლობის ქვეპროგრამის მიზნების მიღწევას და კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადობის პრიორიტეტული ღონისძიებების დანერგვა იყო საავტომობილო გზების აქტივობის მართვაში. შემაჯამებელი სახით მოგახსენებთ, რომ აი ამ წელიწადნახევრიანი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის შედეგად გასცა რეკომენდაცია მსოფლიო ბანკის მისამართით, რომ ჩათვლილიყო 20 მილიონ $99,900 ჩათვლილიყო როგორც გამოყოფილი სესხი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აუდიტის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ეს სესხად აღიარების კრიტერიუმები რამდენად იყო შესრულებული, ეს დაგვედასტურებინა. ამის ჩაშლა ესეთნაირად მოხდა გურიის რეგიონში საპროექტო გზების რეაბილიტაციაზე 19,500,000 $, იყო გამოყოფილი სესხად, პროექტირება მშენებლობის ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული გზებისთვის 87,900 $, ხოლო რაჭის კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრადობის პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელებისთვის 512,000 $. ჯამში ამან შეადგინა 20,99,900 $, ხოლო რაც შეეხება მთლიან პროექტს 2016-2024 წლებში სესხად აღიარებული არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მიხედვით 39,900,000 $. მადლობა ყურადღებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები არ არის, ბატონო გიორგი, ხომ არაფერს თქვენ გნებავთ თვითონს? მოგესალმებით, ეს ეხება მთლიანად 2016 წლიდან 2024 წლის როგორც კახეთის რეგიონში ჩატარებულ სამუშაოებს, ასევე გურიის რეგიონში ჩატარებულ სხვადასხვა მიზნები იყო ამ პროექტის მხარდაჭერის ამოცანა სოფლიო ბანკიდან, მათ შორის ყველა შესრულებულია ჩვენს მიერ გზები, როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეაბილიტირებულია და მათ შორის 2023-24 წლებში გურიის რეგიონში მხოლოდ 53 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ამ პროექტის ფარგლებში. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ აუდიტის სამსახურთან, მსოფლიო ბანკის მოთხოვნა იყო, რომ თვითონ აუდიტის სამსახურს ჩაეტარებია პროექტის აუდიტი, ეს 2016 წლიდან მოყოლებული აუდიტის სამსახური აქტიურად იყო ჩართული, აწარმოებდა მის ასე ვთქვათ კონტროლს და იყო რეკომენდაციები გაცემული, რომელიც ჩვენს მიერ ასევე იქნა შესრულებული. დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის ყველას. ხო, რაფერი გაქვთ? წანეთ. პირველ რიგში აუდიტს მინდა მიულოცო და ძალიან გამეხარდა და მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ასეთი აღიარება და გირსოვე წარმატებას და ყოველთვის
იცით თქვენ რომ ყოველთვის აუდიტი ჩემი ფავორიტია, იმიტომ რომ თუ აუდიტი ძლიერია ქვეყანაში, ქვეყანა ძლიერია და შვიდათ არის მაშინ საზოგადოება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კეთდება, თქვენი შენიშვნები, ეს მიგნებები კეთდება, რომ საერთო ჯამში მოწესრიგდეს აღრიცხვა ანგარიშგებას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ერთად თუ ვერ შევძელით ის რაც ზედაც ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ეს ამას არ ეხება, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, სანამ ინვენტარიზაციას არ გავაკეთეთ ძველ ქვეყანაში სრულყოფილად, მანამდე ეს რაც არის ძალიან კარგი, მაგრამ სრული სიმშვიდის საშუალება ჩვენ ნამდვილად არ გექნებათ და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამას ჩვენ ერთობრივად შევძლებთ. ეხლა მეორე რაც შეეხება აუდიტის სამსახურს, აქაც ამაზე არავითარ კარგია და ყოველთვის გამოირჩევა დეპარტამენტი ეს აღნიშნული დეპარტამენტი რომ ძალიან კარგად აკეთებს ყოველ იმაზე აუდიტს ნაკლები შენიშვნები აქვს, მაგრამ უბრალოდ მინდა დადო გიორგი კითხოთ, რომ ეს შიდა გზების ინვენტარიზაცია თუ გაკეთდა საერთოდ მონახაზი იმისა, რომ აი გასული თვეების სტიქია რაც საქართველოში მოხდა, ამან ძალიან კარგად გამოავლინა როგორ ასრულებენ თქვენი დამკვეთები, ამ შემთხვევაში შემსრულებლები იმ სამუშაოებს, რასაც გზების გაწმენდა ქვია, ვალდებულება, რომელიც აქვთ აღებული. ამიტომ აი ეს პერიოდი და ალბათ ამისი ინვენტარიზაცია თუ არ გაქვთ, ალბათ ახორციელებდა, შესაძლებელია დღესაც გაკეთდეს. აბსოლუტურად მე რაც მაქვს ინფორმაცია ძალიან ბევრ რაიონში საერთოდ არ მოხდარა და დღეს რომ იყო საუბარი მუნიციპალიტეტებს იმდენი დავალებები აქვს, იქ უნდა მიამაგრონ ტრაქტორი, აქ მიამაგრონ ტექნიკა, ამათ ესეც მათ მოუწიათ გაწევა და ამიტომ მე თხოვნა მექნება რომ ეს განსაკუთრებულ ყურადღებაზე ავიყვანოთ, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ თანხაც არ გადაუხადოთ და ნუ ავიღებთ და სხვა სამსახური ვიშოვოთ, ან ადმინისტრაცია, ან მუნიციპალიტეტს მივცეთ თანხები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ვიცი, ეს მოსაფიქრებელია. ფაქტიურად როდესაც გვიჭირს, მაშინ ეს ხალხი ამას არ აკეთებს. მადლობა. თქვენ ხარ გნებავთ ჯერ თქვენ არა მე არა თქვენ რომლები წეხამნოდა ალბათ მზიას რაღაცის თქმა და ბრძანოს პირველ რიგში მეც განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას. ნამდვილად ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელზეც შესაძლებლობა გქონდა, რომ სახელმწიფო აუდიტს განეხორციელებია ზოგადად ეფექტიანობის შემოწმება საინვესტიციო პროექტთა მიმართებაში. ეს განსაკუთრებით ორი მხრივ არის აღსანიშნავი, რომ ერთი არის, რომ ზოგადად ემსახურებოდა და მეტი ნდობა იყო სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებაში და ქვეყნის სტრუქტურებთან მიმართებაში და ასევე შესაძლებლობა იყო, რომ სახელმწიფო აუდიტის გაძლიერებას ხელი შეწყობოდა. მინდა რომ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ საკითხს, რადგან რეალურად ერთ-ერთი წარმატებული პროექტი არის, რომელიც განხორციელდა, კარგი წარმატებითული შეფასებით დასრულდა ეს პროექტი, როგორც აუდიტის მხრიდან, ასევე უშუალოდ განმახორციელების მხრიდან, რომლის აუდიტიც მიმდინარეობდა, რომლის ეფექტიანობის აუდიტიც მიმდინარეობდა. საკითხებს ძალიან ბევრს მოიცავდა და ბევრი ნიუანსი იყო, რომელიც ამ 6 წლის განმავლობაში რეალურად როგორც გზების დეპარტამენტისათვის ესმოდა საკითხი, ასევე უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის მხრიდან და შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ის უკვე გაცემული რეკომენდაციები, რომელიც მათ შორის უკვე მსოფლიო ბანკისთვისაც არის გაცემული, ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ რეალურად ეს აუდიტი ემსახურებოდა არა უშუალოდ ქართულ სტრუქტურებს, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს თუ როგორ უნდა ახორციელებდეს ქვეყანაში ამა თუ იმ პროექტს და რა ტიპის ღონისძიებების განხორციელებას უნდა ხარი დაუჭიროს ან ყურადღება უნდა მიაქციოს. რაც შეეხება უშუალოდ დეტალებში არ შევალ, რაზეც ბატონმა ბეჟანმა ბრძანა, ეს საკითხი თუ დამატებით ვფიქრობთ, რომ დამატებით საჭირო არის ამ საკითხთან მსჯელობა დამატებით ვიმსჯელოთ, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ რეალურად ეს მოვლა შენახვის ნაწილი და ზამთრის პერიოდში გაწმენდის საკითხი უშუალოდ ტენდერის სახით ხორციელდება, რომელსაც უკვე ტენდერში გამარჯვებული ახორციელებს და თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ ორი ტიპის გზებზე ვსაუბრობთ, ასე რომ ამ ნაწილში
რა ვიცი, მადლობა. მადლობთ ძალიან ბატონო გიორგი. ხო, ბატონო ეს უკვე იმ საკითხთან არ არის. ხო, არ არის, მაგრამ გიპასუხებთ. ჩვენ ყოველწლიურად ისტორიულადაც ზოგადად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველთვის აღრიცხავდა თუ რა საჭიროების ტექნიკა იყო საჭირო მაგალითად შიდა სახელმწიფო და საერთაშორისო გზებზე. თქვენ იცით რომ ახლა ჩვენი გზები ვითარდება უკვე ურძოლიანები 4 გზოლიანებად ჩამოყალიბდა მაგალითად რიკოც მონაკვეთზე გაორმაგებული გვაქვს ტექნიკების რაოდენობა ეს თუმცა ეს შედეგი ეს რაც იყო ეს ბოლო პერიოდი ეს იყო გარკვეულად სტიქიური შემოტევა რომელიც მინდა გითხრათ რომ რაღაც მომენტებში გაგვიჭირდა ჩვენს იმიტომ რომ სტიქის მომენტში არა მარტო ჩვენ ქვეყანაში არამედ ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში და იქ სადაც ის არის აღნიშნულ მომენტში გზები საერთოდ იკეტება ხდება მათი ესე ვთქვათ ბლოკირება და ჩაკეტვა გარკვეული პერიოდით იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისი უსაფრთხოების დაცვა იმისათვის რომ გზები გაიწმინდოს ჩვენზე გარკვეულწილად ზოგ მომენტებში ასეც ვიქცევით გვაქვს მონაკვეთები სადაც გარკვეული მონაკვეთები ვკეტავთ თუმცა რა თქმა უნდა არის გარკვეული გამოწვევები ეს არის ტექნიკებთან გამოწვევები კერძო კალბატონამზეა აღნიშნა რომ კერძო კომპანიები არიან ჩვენს მიერ დაქირავებული რომელიც ახორციელებენ ამ გზების მოვლა შენახვას ჩვენ ვძლებთ რომ იმისათვის რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ ტექნიკები გავაუმჯობესებიოთ ამ კომპანიებს მოვთხოვოთ მეტი უბრალოდ ჩვენი შესაძლებლობიდან კომპანიების რესურსებიდან გამომდინარე მათ რისი საშუალებაც აქვთ ნელ-ნელა ხდება ტექნიკების გადახალისება. რაც შეეხება რაიონებს, ეს უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თემებია. ჩვენ ვახორციელებთ ისე, რომ ერთად მუშაობთ ყოველთვის ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე და ვეხმარებით რაიონისაც საჭირო ტექნიკის მობილიზაციაში თუ საჭიროა. იგივე გურიაში იყო ჩვენ ძალიან ბევრი ტექნიკა გავაკეთეთ მობილიზაცია და დავეხმარეთ ისევე იმერეთშიც როდესაც მაღალი სტიქია იყო ჩვენ იგივე ბაღდადის მუნიციპალიტეტს იგივე ვანის მუნიციპალიტეტს გარკვეულწილად ტექნიკების მობილიზაციაში სხვადასხვა კონტრაქტორების მხრიდან დავეხმარეთ თუმცა რა თქმა უნდა გამოწვევები არის გამოწვევებს უნდა ბრძოლა და შესაბამისად ვცდილობთ რომ ეტაპობრივად გარკვეულწილად კომპანიებიც ანუ ისე ვთქვათ ჩამოვაყალიბოთ ისე ძლიერ კომპანიებად როგორც არის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე კალბატონოზია ცენტრალურ გზებზე მიხედავენ დათვლილი აქვთ თუ არა დაიმატებენ მაგრამ მუნიციპალიტეტებში მართლა პრობლემა არის ტენდერი კი ცხადდება მაგრამ იმარჯვებს თქვა სამშობლო კომპანია რომელსაც ტექნიკა გავს და ისინი თლად მორგებული არ არის და არ ყოფნით რომ ოპერატიულად გაწმინდონ გზები და შეიძლება მათ ვიფიქროთ რომ თვითონ მუნიციპალიტეტს რაღაც ორი ტექნიკა მაინც გამდეთ ან ერთ მე არ გინათ 200 იყოს არ ვამბობ მაგრამ რაღაც უფრო მიხმარება ჭირდებათ იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩართული ვარ ამ თემაში და ძალიან ბევრი დრო ჭირდებათ იმ წირი ტექნიკით გზების გაწმენდა თან დღეს ისეთი პერიოდია რომ შეიძლება ეს ტექნიკა ორმაგი დანიშნულებით იყოს ზამთარში თქვა ეს გააკეთოს და ზაფხულში სხვა საქმიანობა გააკეთოს მე ხლა მზად არა ვარ ამისთვის მაგრამ უბრალოდ ეს პრობლემა მართლა არის ადგილობრივში მათთან რა თქმა უნდა უფრო მობილიზებული არიან ცენტრალურ გზებზე და ეს ნაკლებად არის მაგრამ აი ადგილობრივებში არის ეს პრობლემა კარგი თუ არ გაქვთ სხვა რამე მაშინ დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის განხილვებისთვის და წარმატებას გისურვებთ შესვენება გავაკეთოთ 10 წუთი და ბევრი საკითხები არა გვაქვს კომიტეტს და კომიტეტსაც